მოგესალმებით. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვების სკოლამდელ განათლებაზე, რომელიც პრინციპში შესაძლებელია ბევრისათვის იყოს სიახლე, რომ სკოლამდელ განათლებას აქვს დიდი მნიშვნელობა. აქამდე ითვლებოდა თითქოს რაღაცნაირად სტერეოტიპულად, რომ ბავშვი მიყავთ იმისათვის, რომ დავტოვოთ და მშობელს ჰქონდეს თავისუფალი დრო, რაღაცნაირად არჩევანის წინაშე იდგა ხოლმე მშობელი, ან ძიძა, ან ბაღში წაყვანა. მაგრამ ამასობაში სკოლამდელ განათლებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თუ შეიძლება პირველ რიგში ვისაუბროთ სწორედ ამ მნიშვნელობაზე და შემდეგ უკვე კალდონათია თქვენ მოგვართავთ პირველი კითხვით, შემდეგ უკვე რა მდგომარეობა არის ამ ხრივ საქართველოში და ამ შემთხვევაში როგორც განათლების სამინისტროს წარმომადგენელი სახელმწიფო სტრატეგია როგორი არის და რას აკეთებს ის ამისათვის, რომ ყველა ბავშვმა სკოლამდე მიიღოს რაღაც განათლება. ცხადია, სწავლა მთელი ცხოვრების მანძილზე, ეს არის თანამედროვე საგანმანათლებლო კონცეფცია და ის თავის თავში გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ ჯგუფის წარმომადგენელს ნებისმიერ ცხოვრების ნებისმიერ პერიოდში, ნებისმიერ ასაკში უნდა ქონდეს შესაძლებლობა სურვილი თუ აქვს, უნდა ქონდეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომი მიიღოს მისთვის როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლება. ამ კონცეფციის ქვეშ იგულისხმება ასევე ისიც, რომ ფორმალური განათლება უნდა იყოს ერთმანეთთან კავშირში, ასე ვთქვათ, სისტემა უნდა იყოს ერთიანი, უბრალოდ ჩვენ ვლაპარაკობთ განათლების, ფორმალური განათლების სხვადასხვა საფეხურებზე. სკოლამდელ განათლებას უნდა ებმოდეს ზოგადი განათლება, ზოგად განათლებას უნდა ებმოდეს როგორც პროფესიული, ასევე უმაღლესი აკადემიური განათლება და შემდეგ უკვე უმაღლესი განათლების შემდგომ ადამიანს უნდა ქონდეს უკვე საშუალება სხვა მიმართულებით, ასე ვთქვათ, დახვეწოს ან გაამდიდროს თავისი კომპეტენციებიც. საერთოდ მიღებულია, საერთოდ ძალიან ბევრი კვლევა არსებობს იმის თაობაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს სკოლამდელ განათლებას, რა მნიშვნელობა აქვს ადრეულ ასაკში განვითარებას, კონკრეტულად იმ კონკრეტული ბავშვისთვის, მისი სწავლის უნარებისთვის, მისი სოციალური უნარებისთვის, მისი ასე ვთქვათ, წარმატებულობისთვის, უკვე დასრულობის ასაკში და ამაზე უამრავი კვლევები არსებობს, არა მხოლოდ განათლების სპეციალისტებისაც, ცხადია, ფსიქოლოგები, სოციოლოგები ამ მიმართულებით მუშაობენ. ამიტომ სკოლამდელი განათლება ძალიან მნიშვნელოვანი არის, ადრეული განვითარება ბავშვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ კონკრეტული ბავშვისთვის, ცხადია, კონკრეტული ბავშვი, როდესაც არის წარმატებული და მოზრდილობის ასაკში წარმატებულია სოციუმი, წარმატებულია საზოგადოება და ცხადია, სახელმწიფო არის უფრო მომგებიან პოზიციაში. ანუ ჩვენ არ გვინდა და არ უნდა განვიხილოთ ერთი ადამიანის წარმატება, როგორც მხოლოდ ერთი ადამიანის წარმატება. ეს თავისთავად ასე არის, მაგრამ ერთი ადამიანის წარმატებას უფრო ფართო მასშტაბები აქვს. ეხლა მდგომარეობა არის ჩვენს ქვეყანაში, რამდენადაც ვიცი, სწორედ UNICEF-ის კვლევის საფუძველზე ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ 46% მთელი მოსახლეობის ბავშვებისა, რომელიც იღებს სკოლამდელ განათლებას. და ასევე ცალკე გამოთვლილი არის, რომ ღარიბი გაჭირვებული ოჯახის ბავშვებისგან მხოლოდ 30%-ია, რომელიც ახერხებს, რომ მიიღოს ეს განათლება სკოლამდე. კი ბატონო. მოდით ესე ვთქვათ, სამწუხაროდ სკოლამდელი განათლების სექტორში რეფორმით ჩვენ არა ვართ განებივრებულები, ხომ? თავის დროზე, ასე ვთქვათ, საბჭოთა კავშირზე როცა ვლაპარაკობთ, სავალდებულო სკოლამდელი პრინციპში სავალდებულო სკოლამდელი განათლება არც მაშინ არ იყო. 90-იან წლებში, იგივე 2000-იან წლებში სკოლამდელი განათლების სექტორს არ შეხებია ფუნდამენტური რეფორმა. არადა რეალურად ჩვენ ვდგევართ ამ რეფორმის საჭიროების წინაშე. იმიტომ რომ ჩვენ გავაკეთეთ გარკვეული ინტერვენციები სხვა საფეხურებზე, ზოგადი პროფესიული უმაღლესი განათლების მიმართულებით, მაგრამ ჯერჯერობით არ გაგვიკეთებია ინტერვენციები სკოლამდელი განათლების მიმართულებით, მე ვიძახი სისტემური თვალსაზრისით და არა კონკრეტული, ვთქვათ, აქტივობებისა თუ მიმართულების თვალსაზრისით, რომელიც ნამდვილად არის ადგილზე და ნამდვილად შეიძლება ნამდვილად ითქვას, რომ არის წარმატებული. შესაბამისად
სკოლამდელი განათლება, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები დღეს ჩვენს ბავშვებს თავაზობენ არა განათლება, სკოლამდელი განათლების კომპონენტს, ყოველ შემთხვევაში ეს არ არის მათთვის სავალდებულო, არამედ მხოლოდ აღზრდის კომპონენტს, ანუ მშობელს მიყავს ბავშვი საბავშვო ბაღში, იმ შემთხვევაში, როდესაც თქვა მშობელი დაკავებულია მუშაობს, ასე ვთქვათ, ჩაბარების პოლიტიკით ვართ ხოლმე ჩვენ მშობლები დაკავებულები და პირველი შეკითხვა, რასაც თქვენ გაიგებთ მშობლისგან არის მენიუ შეიძლება ვნახო ან რა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია სრულფასოვანი კვება ცხადია ამაზე არავინ არ დაობს მაგრამ ჩვენ საზოგადოებაში ჯერჯერობით არ გაგვჩენია შეკითხვა რომ სასწავლო პროგრამა შეიძლება ვნახო ვთქვათ რა კომპეტენციებს რა უნარჩვევებს გამოიმუშავებს ჩემი შვილი საბავშვო ბაღში სიარულის მერე შემთხვევაში ბრასაკეთებს იმისათვის რომ ბავშვი მიდის ბაღში მას მიეცეს ის განათლება რომელიც საჭიროა და აგრეთვე რაც მთავარია ინფორმირება მოახდინოს ყველა ოჯახის რომ ბავშვის ბაღში მიყვანა არის აუცილებელი ეს არ არის მინდა გითხრათ რომ სახელმწიფო არ იყო ანუ ცენტრალური ხელისუფლება არ იყო აქტიური ამ მიმართულებით ისევ არ ვიძახით ცალკეულ პროგრამებზე და პროექტებზე და ალბათ იქნება საშუალება რომ ამაზეც ვილაპარაკოთ სკოლამდელი განათლების სექტორი ოპერაციულ ანუ მენეჯმენტის დონეზე ეს არის ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენცია და ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებაში ანუ არც ერთ სამინისტროში არ არსებობდა უწყება რომელიც კოორდინირებას გაუწევდა ზოგადად სკოლამდელი განათლების კომპონენტს არა სკოლამდელი დაწესებულებების მართვას ასე შემდეგ და მათ დაფინანსებას და ასე შემდეგ არამედ მხოლოდ განათლების კომპონენტს ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველო რამოდენიმე თვე არის ეს სამმართველო შექმნილი რომლის ფუნქციაც ზუსტად იქნება რომ განათლების კომპონენტზე იმუშაოს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ეხლა რა გვაქვს გაკეთებული უკვე ჩვენ გვაქვს გაკეთებული და უკვე UNICEF-ის ხელშეწყობით მომზადებული არის ადრეული განათლებისა და განვითარების სტანდარტები და რასაც მე ხა ჩამოვთვლი ძალიან მოკლედ შევეცდები მინდა წინასწარ ვთქვა რომ ყველა საჯარო ბაღშია მიწოდებული ანუ ყველა საჯარო ბაღის ბიბლიოთეკაში არსებობს ეს რესურსი იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით ამ დისტრიბუციითაც დაკავებული ეს არის ადრეული განათლების და განვითარების სტანდარტები ეს არის სასწავლო გეგმა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის რომელიც გამომდინარეობს სასკოლო სასწავლო გეგმიდან ანუ პირველი კლასის სასწავლო გეგმიდან და მასზე ზუსტად იგივე ექსპერტებმა იმუშავეს რომელმა ექსპერტებმაც იმუშავეს ზოგადი განათლების პირველი კლასის მეორე და მესამე კლასის და ასე შემდეგ სასწავლო გეგმაზე ამიტომ ეს კავშირი ადგილზე არის და არსებობს გვაქვს მასწავლებლის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო გვაქვს მშობლის სახელმძღვანელო და აქტივობების კრებული გვაქვს ამ დაწესებულებების მოვლა-პატრონობის სახელმძღვანელო არაქართულენოვანი ბავშვებისთვის გვაქვს გაკეთებული ძალიან ბევრი საინფორმაციო პუბლიკაცია გვაქვს ქართული ენის შესწავლის სახელმძღვანელო არაქართულენოვან რეგიონებში აი ამ ბავშვებში ანუ პროგრამაში ჩვენ საპილოტე გავაკეთეთ თქვათ არაქართულენოვან რეგიონებში ქართულენოვანი სკოლამდელი ქართულენოვანი საბავშვო ბაღი სადაც ბავშვები მოდიან და სწავლობენ ქართულ ენას, მათთვის ქართული ენა არ არის მშობლიური ენა, მაგრამ ისინი სწავლობენ ქართულს როგორც სახელმწიფო ენას და ეს რესურსები გვაქვს გაკეთებული და ყავს გადამზადებული თბილისის და რეგიონებში უნივერსიტეტის პროფესორები, რათა ეს ცოდნის ტრანსფერი მოხდეს ადგილზე, ანუ ადგილობრივ ხელისუფლებას როდესაც სჭირდება აღზრდელების ტრენინგი იქნება თუ სკოლის ადმინისტრაციის ტრენინგი, მიმართოს უკვე ადგილობრივ აკადემიურ სფეროს და მათგან მიიღოს ამ ტიპის მომსახურება. მაგრამ პრობლემა ძალიან ბევრია ამ სფეროში და ჩემი კოლეგებიც ვიცი რომ ამაზე ვისაუბრებთ. ჩვენი მხრიდან ამ ეტაპზე ცხადია დღის წესრიგში დგას ის, ამ ეტაპზე არ არის სავალდებულო სკოლამდელი განათლების კომპონენტი ყველა ბავშვისთვის, ხო? როგორც ბაღში სიარული ყოველთვის არ არის სავალდებულო, ასევე არ არის სავალდებულო სკოლამდელი განათლება. თუმცა ჩვენ ექსპერტები თანხმდებით იმაზე, რომ ეს უნდა იყოს სავალდებულო, იმიტომ რომ ეს ის ასაკია, ეს ის პროგრამა, რომელიც ბავშვს ძალიან ბევრი რაღაცის, ძალიან ბევრი კომპეტენციის გამომუშავებაში დაეხმარება. სოციალური მოტორიკა, ინტერპერსონალური, ვთქვათ, კონცენტრირება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს
ერთშვენიერ დღეს ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გახდეს სავალდებულო, მაგრამ ამისთვის ძალიან ბევრი წინსწრები სამუშაოა ჩასატარებელი, მათ შორის აი თქვენ რაც გწარენ ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ინფრასტრუქტურა არის მოსამზადებელი, რაოდენობა არის გასაზრდელი, ალბათ საბავშვო ბაღების, იმიტომ რომ არის რეგიონები, სადაც არ არის საბავშვო ბაღები, ამისთვის არის აღგზრდელი სტატუსი აქვთ ამ ადამიანებს, ვინც იქ მუშაობს და სტატუსზე არის სასაუბრო, მათ ალბათ პედაგოგის სტატუსზე შეიძლება ვისაუბროთ, ან სკოლამდე ამ ბაღში გაჩნდნენ პედაგოგები, იმიტომ რომ განათლების კომპონენტი შედის და ცხადია, აი წინსწრების სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. კარგით, შემდეგი კითხვით თუ შეიძლება ნინოს მივმართავ, კიდევ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებში, ასევე აქაც რა მნიშვნელობა აქვს აი ამ განათლების მიღებას, იმიტომ რომ ჩვენ დიდი ხანი არ არის რაც ჩვენთან რაღაცაა შეიცვალა ეს სისტემა, აქამდე სამწუხაროდ შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვები არათუ საბავშვო ბაღში, არამედ სკოლაშიც კი არ გადიოდნენ, ხშირ შემთხვევაში ასე იყო. ამიტომ ახლა გაჩნდა უკვე ეს ინკლუზიური კლასები სხვადასხვა სკოლებში, რამდენიც მეც ყველგან არა. მაგრამ ისევ და ისევ იგივე კითხვა, მნიშვნელობა შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებში, აი ამ სკოლამდელი განათლების და რა მდგომარეობა არის? მოგესალმებით. ქალბატონ ნათიას ნათქვამს გავაგრძელებ. სკოლამდელი აღზრდა ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ძალიან ბევრი მიმართულებით. ეს არის მისი სოციალური განვითარება, ემოციური განვითარება, თვით შეფასების განვითარება, კომპეტენციის და მეკომპეტენციის თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა აკადემიური უნარების განვითარებისათვის. იმ ქვეყნებში, სადაც თქვენს რომ მოდით სკოლამდელი განათლება თუნდაც 1 წელი გავხადოთ სავალდებულო, ეს გადაწყვეტილება დაეფუძნა იმ კვლევებს, რომელიც სკოლაში ტარდებოდა ხოლმე, დავუშვათ საერთაშორისო გამოცდებს, იმ ქვეყნებმა, სადაც ნახეს, რომ მათი ბავშვების აკადემიური მოსწრება იყო შედარებით დაბალი და რომ დაიწყეს იმ მიზეზების კვლევა, რა შეიძლება და ყოფილიყო ამის მიზეზი, ნახეს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის სკოლამდელი განათლება და ამიტომ დაიწყეს ძალიან სერიოზული ყურადღების მიქცევა სკოლამდელ განათლებაზე. ქართველებს ზოგადად არ უყვართ ხოლმე მე-12 კლასის დამატებამაც გამოიწვია სერიოზული უკმაყოფილება ქართულ მშობლებში. და სავარაუდოდ ეს ამ კომპონენტის საუბრის დაწყებამაც შეიძლება გამოიწვიოს რაღაცა გარკვეული უკმაყოფილება, მაგრამ აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგად გავაგებინოთ მშობლებს, რომ აი ეს 1 წელი, თუნდაც 1 წელი სკოლამდელი აღზრდის, კარგად დაგეგმილი 1 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მათი შვილების აკადემიური წარმატებისთვის და არა მხოლოდ აკადემიურისთვის. მშობელი ფიქრობს ძალიან დიდ ბოდიშს დამატებით კითხვა გამოსდა, რომ ეს განათლება შესაძლებელია სახლში მისცეს. რამდენად გამორიცხული არის ეს თუ შესაძლებელია სახლში მისცე ბავშვს, ან უნდა მოუწყო, მაშინაც არ არის აუცილებელი საჯარო სკოლაში რაღაცა ტიპის მიკრო სამყარო, სადაც რამდენიმე ბავშვი მინიმუმ მაინც იქნება და ამ ბავშვებთან ექნება რეგულარული ურთიერთობა. იმიტომ რომ სოციალურ კომპეტენციას ძალიან მარტივ თვისებს, რომელიც გადამწყვეტი მნიშვნელობის არის ჩვენი სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ისეთები როგორც რიგის დაცვა, სხვისი აზრის პატივისცემა და ასე შემდეგ, ეს ამ ყველაფერს საფუძველი ეყრება სწორედ ამ ასაკში. ამიტომ დავიწყე რაღაც ზოგადი, ასე ვთქვათ, თემით სწორედ ყველაფერი რაც ახლა მე ვთქვი აქამდე სწორედ ზუსტად ისევე ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს, როგორც ყველა სხვა ბავშვს. თანამედროვე კონცეფცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთან მიმართებაში არის ესეთი. უნდა მოექცე მას ისე, როგორც ექცევი ყველა სხვა დანარჩენ ბავშვს. რაც არის ყველა სხვა დანარჩენი ბავშვისთვის კარგი და სასარგებლო, არის კარგი და სასარგებლო მისთვისაც. ეს არის ძირითადი საფუძველმდებარე კონცეფცია მათთან, ასე ვთქვათ, მიმართების და ურთიერთობის. შესაბამისად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მათთვის. აი, განსხვავება აქ შეიძლება იყოს, თუ დავუშვათ სხვა ბავშვები ბისთვის შეიძლება კიდე არ აუშავდეს, რომ არ ჩართო რა იმეა ტიპის ადრეული განვითარების პროგრამაში. ამათთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი. საქართველოშიც ეს პროცესი
საბედნიეროდ დაწყებულია და მიდის სკოლამდელი განათლების ეტაპზე უკვე რამდენიმე წელია განათლების სამინისტრო ნორვეგიის მთავრობასთან ერთად მუშაობს ამ მიმართულებით და რაც ძალიან სასიხარულოა თბილისშიც უკვე რამდენიმე წელია ამ მიმართულებით მუშაობთ ჩვენი ორგანიზაცია UNICEF-თან ერთად და მერიასთან ერთად ეხა უკვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც ჩაერთვნენ ამ მიმართულებით მუშაობაში. მაგრამ რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონებში ეს პროცესი არის ნამდვილად დასაწყები და სწრაფად დასაწყები, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გვიკავშირდებიან ხოლმე ჩვენ მშობლები და გვეუბნებიან ძალიან მარტივ რამეს, რომ აი ჩემ შვილს აქვს მაგალითად ან დაუნის სინდრომი, ან აუტიზმი, ან რაღაცა, მინდა რომ ბაღში მივიყვან და მეუბნებიან, რომ არა ამათი ბაღში მიღება არის შეუძლებელი. აი ესეთი მარტივი ვითარება არის ძალიან ბევრ რეგიონში და ამ მიმართულებით მუშაობა არის დასაწყები. ამ შემთხვევაში მასწავლებლებისათვის გარკვეული განათლების მიცემა და ტრეინინგების ჩატარება იქნება ალბათ პირველ რიგში. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი რეგიონებთან დაკავშირებით მოგმართავთ თქვენ კითხვით რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და ეს ალბათ ამას არ ჭირდება იმის არ არის აუცილებელი კვლევას გავეცნოთ რომ ისედაც მივხვდეთ რომ ამ განათლების სფეროში ყველაზე დიდი პრობლემა მაინც რეგიონებში არის ქალაქში შედარებით მეტნაკლებად მოწესრიგებული არის რიგი საკითხები რა მდგომარეობა არის სწორედ სკოლამდელ განათლებასთან დაკავშირებით და რა სახის პრობლემებია? Ну, ერთი სიტყვით შეიძლება ითქვას, რომ ცუდი მდგომარეობა. რეგიონებში 2006 წლიდან, როცა ეს სკოლამდელი სფერო გახდა ექსკლუზიური უფლებამოსილება თვითმმართველობა არ აღმოჩნდა მზად იმისთვის, რომ ეს განეხორციელებინა ერთის მხრივ. მეორეს მხრივ ეს გადაცემა ისე მოხდა, რომ ექსკლუზივში გადაცემა მოხდა ისე, რომ არ მიყოლია ამას რაღაც მეთოდოლოგიური და ასე შემდეგ უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე მუნიციპალიტეტებმა გააკეთეს ის, რაც პრინციპში ალბათ მოსალოდნელი იყო, გარდა რაიონული ცენტრებისა უმეტეს ოფლებში საბავშვო ბაღები უბრალოდ დაიხურა, იმიტომ რომ არ იყო ფინანსური რესურსი. თანდათან შემდეგ უკვე საბედნიეროდ დაიწყო უკვე პროცესი, ანუ საბავშვო ბაღების რაოდენობა იზრდება, თუ შევხედავთ ჩვენ წლების დინამიკას, თუმცა დღეს მაინც დაახლოებით 900-ზე მეტი ბავშვების სოფლებში არ დადის საბავშვო ბაღში. და შესაბამისად, აქ ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ სკოლამდელი განათლების მნიშვნელობაზე, მათი სასტარტო პირობები ცხოვრებაში ყოველთვის ჩამორჩება ქალაქში მაცხოვრებელი ბავშვების სასტარტო პირობებს. რაც იმას ნიშნავს, რომ შემდგომ მათი წარმატების შანსი ცხოვრებაში ასევე შედარებით ნაკლებია, ვიდრე იმათი, ვინც დადიოდა საბავშვო ბაღში. ამისი უამრავი კვლევა არსებობს, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. თუ ჩვენ ავიღებთ იმას, რომ სკოლამდელი განათლება უნდა ეფუძნებოდეს რამდენიმე ძირითად მომენტს, ვთქვათ ესე, რომ ის უნდა იყოს აუცილებლად ხარისხიანი, თორე ის სხვანაირად აზრი არ აქვს. ეს ერთი და მეორე ის, რომ ის უნდა იყოს ხელმისაწვდომი და უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ასე ვთქვათ, სოციალური თანასწორობა ყველასთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ისეთი ცუდი სიტუაცია, რომ არ არის ეს ხელმისაწვდომი, როგორც თქვი, უმეტესი ბავშვებისთვის და მეორე ის, რომ ხარისხით სამწუხაროდ არ არის ის, რაც უნდა იყოს, იმიტომ რომ კადრების დეფიციტია, იმიტომ რომ კვალიფიციური ეს არ არსებობს, იმიტომ რომ დიდი ხანია აღარ ხდება სკოლამდელი განათლების, ასე ვთქვათ, პედაგოგების მომზადება. პედაგოგიც აღარ ქვიათ უკვე იყო ამაზეც ნათქვამი რომ ქვიათ აღმზრდელები და აქედან გამომდინარე მაქსიმუმი ეს არის ბავშვების ზეიმები და რაღაც ლექსების დასწავლა და არა მათი ასე ვთქვათ განვითარებაზე, მათი გონებრივ განვითარებაზე თუ სოციალური უნარჩვევების განვითარებაზე და ასე შემდეგ ზრუნვა. გამოსავალი რა შეიძლება იყოს? გამოსავალი შეიძლება იყოს გარკვეულწილად ის, რომ ჩვენ შევემუშავოთ ისეთი მოდელი, რომელიც იქნება აქცენტირებული სკოლამდელ განათლებაზე და არ არის აუცილებელი, მაგრამ ასე ვთქვათ, ნაკლებად მნიშვნელოვნად გახდის სხვა სოციალური, ასე ვთქვათ, საჭიროებების დაკმაყოფილებას. თუ
უკეთი იქნებოდა ალბათ ვთქვათ ფიზიოლოგიური საჭიროებების დაკმაყოფილებას ბავშვების, რაც არის დაკავშირებული მათ ყვებასთან თუ დაძინებასთან თუ ასე შემდეგ. არის ასეთი მოდელები, ჩვენი ორგანიზაცია აკეთებს ეგრეთ წოდებულ ალტერნატიულ სკოლამდელი განათლების ცენტრებს. ეს არის მოდელი, რომელიც არის ცენტრი, რომელიც არის გახსნილი ერთ ოთახში მუნიციპალიტეტთან ერთად. ეს ოთახი შეიძლება იყოს მუნიციპალურ, ვთქვათ, იმ შენობებში, სადაც წმუნებულების ხედან, მაგალითად, სადაც არჩევნები ტარდება ხოლმე წელიწადში ერთხელ. ნუ თუნდაც ყოველ წელიწადს, მაგრამ ეს არ უშლის მაგის ფუნქციონირებას ხელს. მეორე ან შეიძლება ეს იყოს ერთი ოთახი, ვთქვათ, სკოლის შენობაში, ან ბიბლიოთეკაში, ან სადმე ამას ადგილობრივი ის პოულობს, ზოგადად თვითონ მუნიციპალიტეტი ქირაობს კიდეც ასეთ კერძო სახლს მაგალითად. ჩვენ ვამზადებთ ერთ პედაგოგს, ტრენინგებს უტარებ და ასე შემდეგ, რომელიც მუშაობს ბავშვებთან, არა ერთი არ არის საკმარისი. არ არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველა ბავშვს სხვადასხვა დროს უნდა თუნდაც მაგალითად საპირპარაშოში გასვლა და საპირპარაშო სოფელში არასდროს არ არის შენობაში, ხო ის არის ბაღის ბოლოში, ხო და დანარჩენ ბავშვს როცა ერთ იქ წაიყვან, ვერ დატოვებ, უმეთვალყურიათ. ამიტომ ჩვენ გვაქვს მშობლების მორიგეობა შემოღებული, რაც უზრუნველყოფს მშობლების ჩართულობას ამავე დროს ბაღის ცხოვრებაში და მათ გააქტიურებასაც. ისინი ეხმარებიან პედაგოგს და თვითონაც სწავლობენ რა არის მნიშვნელოვანი ბავშვის განვითარებისთვის. ეს ყველაფერი გრძელდება ნახევარი დღე და არ მოიცავს კვებას. შესაბამისად არ ჭირდება დამატებითი ინფრასტრუქტურა საჭმლის მოსამზადებლად და ასე შემდეგ. და მიმართულია ბავშვების სასკოლო მზაობისკენ. მიმართულია იქით, რომ ბავშვის გონებრივი განვითარება იყოს არანაკლები, ვიდრე იმ ბავშვების, ვინც ჩვეულებრივ მუნიციპალურ ბაღებში დადიან. და უნდა გითხრათ, რომ ეს საკმაოდ წარმატებით მუშაობს და ძალიან კმაყოფილი არიან მშობლებიც. ასეთი დაახლოებით უკვე არის გახსნილი 2008 წლიდან დღემდე სადღაც 100. აი ბოლო 1 წლინახევრის განმავლობაში მხოლოდ UNICEF-ის, ასე ვთქვათ, ფინანსური მხარდაჭერით 40 ასეთი ალტერნატიული ცენტრი გაიხსნა. ანუ მთლიანობაში ამას შესაძლებლობა მისცა დაახლოებით 2000 ბავშვს ყოველწლიურად, რომ ხელი მიუწვდებოდეს სკოლამდელ განათლებას. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთვის განკვეთილი დრო პრაქტიკულად ამოიწურა. ერთადერთი მაინტერესებს რეგიონებთან დაკავშირებით სახელმწიფო მხოლოდ ამ მიმართულებით რას აკეთებს. თუ არის ესეთი ტენდენცია განვითარებისკენ და პრობლემის მოგვარებისკენ. დიახ, ანუ სახელმწიფო აი რაღაც ციფრებზე თუ შეგვიძლია ლაპარაკი, აი უკანასკნელ წლებში რამდენი ბაღის ინფრასტრუქტურა უზრუნველყო რაღაცნაირად გაარემონტა და დააფინანსა იმისათვის, რომ იარსებოს ამ ბაღმა. მე რო დავამატო. დიახ. კი ბატონო. ალბათ ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც, რომელიც ჩვენ მსჯელობისა შეიძლება გამოგვჭა, ეს გახლავთ ეთნიკური უმცირესობების საკითხი, რომელთა ჩართულობაც ყველაზე დაბალია, ვთქვათ, ზოგად დონესთან შედარებით, ხო, მაგალითად, მხოლოდ ბოლო კვლევებით, მხოლოდ 15% აზერბაიჯანელი ბავშვების და 5% სომეხი ბავშვების ვინც დადის საბავშვო. პრობლემა არის ენა. არ არის ენა, პრობლემა არის ინფრასტრუქტურა. ნინოწმინდაში ერთი საბავშვო ბაღი იყო მაგალითად, როცა ჩვენი პროექტი დავიწყეთ. ასევე ერთი საბავშვო ბაღი იყო მაგალითად ასპინძაშიც. ანუ ამ შემთხვევაში არ არის საკითხი ის, რომ ანუ ისე ემთხვევა, რომ ესეთ სოფლებში, სადაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ, იქ კიდევ უფრო ნაკლებად არის პირობები? მოდი, ანუ მე რას მინდა ხაზი გავუსვა თქვენ სწორი ბრძანდებით, რომ პრობლემა არ არის მიდგომა ეთნიკური უმცირესობებისადმი, მით უმეტეს ახლა ნინოწმინდაში იქნება თუ მარნეულში, ასე ვთქვათ, აქ უმრავლესობა სწორედ არაქართული მოსახლეობაა, მაგრამ იმ სოფლებში ასეთი არის დაახლოებით 38 სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც არის ასე ვთქვათ ეთნიკურად ქართულ რაიონებში, მაგრამ 1-2 ვთქვათ სოფელში, იმ სოფლებში როგორც წესი საბავშვო ბაღები არ არსებობს. აქ უკვე პრობლემა არის ერთის მხრივ ალბათ მე ვიტყოდი ესე მუნიციპალური ხელისუფლების სტერეოტიპები, რომ ვთქვათ ისინი მესაქონლეობას მისდევენ ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიან, ისინი მაინც ბავშვებს არ ატარებენ საბავშვო ბაღში და ასე შემდეგ. ერთი, მეორე ის რომ უჭირთ იპოვონ პედაგოგი, რომელმაც იცის ქართულიც და ეთნიკური უმცირესობის ენაც და ამავე დროს მზად არის დაბალ ხელფასზე იმუშაოს საბავშვო ბაღში, ეს მეორე და მესამე, არ არსებობს ინფრასტრუქტურა.
აი მაგალითად თუ შემიძლია ვთქვა იორ მუღანლო უზარმაზარი სოფელი საგარეჯოში, სადაც დაახლოებით 35000 ხუთ სოფელში, ხო, ერთად ცხოვრობს დაახლოებით 35000 ადამიანი. ეს არის ერთი რაიონის მოსახლეობა თუ ავიღებთ, ხო? ამ ხუთი სოფლიდან არც ერთში სამუშაო ბაღი არ არის. სამუშაო ბაღები გაიყიდა და ნუ კერძო მოსახლეები არიან, ხო, შესაბამისად იქ არ არის სამუშაო ბაღები. და აი ახლა დაიწყო ის რომ გაკეთდეს იქ რაღაც ალტერნატიული ცენტრები, გამოინახოს ამისთვის ერთი ოთახი რომელიღაცა შენობაში, რომ თუნდაც ამით სანამ იქ რაღაცა აშენდება ან მოწესრიგდება, რომ დრო არ დავკარგოთ, რომ ბავშვების ჩართულობა და გარდა ამისა ამ ასაკში 3-დან 6 წლამდე ბავშვების ათვისება ენის ბევრად უფრო მაღალია ვიდრე შემდეგ. ჩვენი მაგალითით შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით 3 თვეში ბავშვები იწყებენ ქართულად ლაპარაკს. ამ ასაკში, შემდეგ ეს უფრო რთულია. და ნუ სახელმწიფო პოლიტიკაზე ხა. და დიდი მადლობა და ძალიან მოკლედ. კი ბატონო, ძალიან მოკლედ გეტყვით. პირველი მოდით ვთქვათ, რომ დიახ საჭიროა დროულად დავიწყოთ რეფორმა სკოლამდელ განათლებაში, იმიტომ რომ ეს დასაწყებია, ჩვენ არ დაგვიწყია რეფორმა. მეორე, უნდა ვთქვათ, რომ ამ რეფორმის, ასე ვთქვათ, ამ პოლიტიკის შექმნა, შემდეგ უკვე გატარება, აღსრულება, ეს არ არის მხოლოდ ერთი რომელიმე სახელმწიფო უწყების კომპეტენცია, ეს არის კომპლექსური თემა, კომპლექსური პრობლემა, როგორც ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე. ანუ, როდესაც ინფრასტრუქტურაზე ვლაპარაკობთ, ცხადია, ადგილობრივი ხელისუფლება პლუს ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტრო, როდესაც ჩვენ განათლების კომპონენტზე ვლაპარაკობთ, ცხადია, განათლების სამინისტრო და მე უკვე პარტნიორობს ადგილობრივ ხელისუფლებას და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე რამდენადაც ასე ვთქვათ ვართ ინფორმირებულების და ჩართულებით ჩვენ წლის ბოლომდე ყოველ შემთხვევაში გვაქვს დაგეგმილი UNICEF-თან ერთად რომ უნდა გქონდეს სკოლამდელი განათლების სტრატეგია, პოლიტიკა და სტრატეგია. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს იქნება სადისკუსიო დოკუმენტი, ამაზე ჩვენ უკვე გამოვიტანთ ყველანი ფართო საზოგადოებასთან, ვიმსჯელებ და შემდეგ უკვე წლების მიხედვით, იმიტომ რომ იცით ნებისმიერ კარგი იდეას ხშირად აბუჩებს ცუდი შესრულება. ამიტომ ეს უნდა იყოს ძალიან კარგად და ზუსტად გაწერილი წლების მიხედვით, ბიუჯეტის მიხედვით, პასუხისმგებლობების მიხედვით, ადამიანური რესურსების მიხედვით, ეს რეფორმა არის სასწრაფოდ დასაწყები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება პრობლემები როგორც აკადემიურ კომპეტენციებთან, ასევე სოციალურ კომპეტენციებთან და გვექნება როგორც ინდივიდუალური ადამიანების დონეზე, ასევე ექნება სახელმწიფოსაც და პირიქით თუ ჩვენ სწორად განვახორციელებთ ამ რეფორმას, რამდენადაც მე ვიცი პირდაპირ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე აისახება სახელმწიფოსი, ისევ და ისევ ბევრს ლაპარაკობ დღეს კვლევებზე, მაგრამ ისევ და ისევ ეს კვლევები ამას ადასტურებს. თუ შეიძლება კიდევ ერთხელ ნებისმიერ ყოველი თქვენთაგანისგან მინდა მოვიცნო რა კონკრეტული ნაბიჯები როგორ უნდა გადაიდგას იმისათვის რომ ეს პრობლემა უფრო მოგვარებისკენ წავიდეს. ნინა მუდმივად გვაქვს პრობლემა იმისი, რომ რაღაცა არ მოგწონს, რაღაცა პოლიტიკა არ მოგწონს, საზოგადოება არ მოგწონს, როგორ რეაგირებთ ამაზე. ანუ საზოგადოებას მუდმივად აქვს რაღაცა უკმაყოფილების განცდა. და თუ ყველანი ერთად ვაღიარებთ იმას, რომ იმისთვის რომ კარგი ჩვენ რაღაცით უკმაყოფილოები ვართ, მაგრამ ხო გვინდა რომ ჩვენი მომავალი თაობა მაინც გავდეს იმას, რისკენაც ჩვენ მივილტვით და ძალიან გვინდა. თუ ეს სურვილი გვაქვს, მაშინ აუცილებლად უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა მივაქციოთ ბავშვებს და ბავშვის ადრეულ განვითარებას, მათ სკოლამდელ განვითარებას განსაკუთრებით, იმიტომ რომ ეს არის ის ასაკი, როდესაც ადამიანის ტვინის დაახლოებით 90% ყალიბდება და ასევე ყალიბდება მისი, ასე ვთქვათ, ბავშვი ყალიბდება ადამიანად ამ ასაკში, სკოლამდელ ასაკში და როგორ შევუწყობთ ხელს ჩვენ მის განვითარებას, ეს არის დამოკიდებული ჩვენზე, უფროსებზე და არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ გვინდა, რომ გქონდეს ქვეყანა, სადაც დაფასებული იქნება განსხვავებული ადამიანის აზრი, დაფასებული იქნება ის მრავალფეროვნება, რაც არსებობს. არ გაუკვირდებათ ადამიანებს, რომ ვიღაცა შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. არ გაუკვირდებათ, რომ ვიღაცა სხვა ენაზე ლაპარაკობს, ან სხვა რელიგიური მრწამსის არის. თუ გვინდა ესეთი საზოგადოება გქონდეს, მაშინ ამას საფუძველი უნდა ჩაუყაროთ დღეს, ახლა და ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღების მიქცევით სკოლამდელ განათლებას. ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარება
იმდენად მნიშვნელოვანია, რომ დადასტურებულია სოფლიოს და საქართველოს ჩატარებული კვლევებით. თუ მე სწორად მახსოვს, ეს არის ერთადერთი სფერო, რომელშიც ჩადებული ინვესტიცია წაუგებელია. და ყველაზე ნაკლები რისკი აქვს, ასე ვთქვათ. თუმცა არ უნდა ველოდოთ იმას, რომ ის მოგვიბრუნდება ხვალ, ის შეიძლება მოგვიბრუნდეს, ვთქვათ, 10 წლის შემდეგ, მაგრამ 10-ჯერ მეტად, ვიდრე, ასე ვთქვათ, ბიზნეს ინვესტიცია რომელიმე, ასე ვთქვათ, დიდ პროექტში. ბავშვებს უნდა კონდეთ საერთო ასე ვთქვათ, ერთიანი სასტარტო პირობები. მათ უნდა მიეცეთ ცხოვრებაში ერთიანი შანსი და ეს უნდა უზრუნველყოს, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ. ეს ჩვენ უნდა უზრუნველყოთ. ჩემი აზრით ამისთვის აუცილებელია, რომ გაიმიჯნოს საგანმანათლებლო და სხვა სოციალური საჭიროებები. არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში ბავშვების, ასე ვთქვათ, ფიზიოლოგიური განვითარება მათ გონებრივ განვითარებასთან. ეს უნდა აქცენტები უნდა გაკეთდეს სხვადასხვა და არ უნდა გქონდეს მიდგომა ისეთი, რომ საბავშვო ბაღი ეს არის, ასე ვთქვათ, შემნახველი საკანი, სადაც ჩავაბარებ ბავშვს დილას 9 საათზე და წამოვიღებ სახლში 5 საათზე და მანამდე იქ იქნება და ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს მშობლებშიც, ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს პედაგოგებშიც, ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებების მიმღებებშიც, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ. და ასეთ შემთხვევაში უკვე დაჯდომა და მოძებნა იმისი, თუ რომელი არის ოპტიმალური და საუკეთესო მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ყველა ბავშვისთვის განვითარების შესაძლებლობას, მათ ჩართვას და მათ სასკოლო მზაობას, ეს იქნება ძალიან ადვილი. თუ ჩვენ შევთანხმდებით იმაში, რომ ეს არის პრიორიტეტული და ცხადია, რომ ეს არის ჩემთვის პირადად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტი ქვეყნის განვითარებისთვის. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბრისათვის და იმედი ვიქონიოთ, რომ კიდევ უფრო წინ ტენდენცია იმატებს და კიდევ უფრო მოგვარებისაკენ წავა ეს პრობლემა. დიდი მადლობა ნახვამდის.